ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ალიანსელი დავით საგანელიძე კენჭს ნაციონალური მოძრაობის ნომრით არ იღრის. მსგავს დაუჯერებელ სურათს წინასაარჩევნო პლაკატების ერთმანეთზე გაკვრის ან ჩამოხევის გამო ბევრგან ნახავთ. მოვიდა ცესკოს თავმჯდომარე, ნახა, შეწუხდა, აღშფოთდა, ეს როგორ მოხდა. მოვიდა ეუთო, აღშფოთდა მსგავსი არაფერი ვინახავსო. მოვიდა არასამთავრობო ორგანიზაციები, აღშფოთდნენ. საგანელიძეს თქმით, ცესკოსა და ეუთოს შეშფოთება იმ კანონდარღვევამ გამოიწვია, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა უბანში თვალშისაცემია. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 75 მუხლის მეოთხე პუნქტში ვკითხულობთ. დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხება, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული. ის ადგილები კი, სადაც პარტიების პლაკატები ერთმანეთზეა გადაკრული და ჩამოხეული, აკრძალულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. 2 ნომერს გადააკრეს 5 ნომერი. ამას ეხა მე პატარა კაცობის მეც ვერაფერს ვერ დავარქმე, უზნეობის მეც ვერაფერს ვერ დავარქმე და უღირსის აქციების მეც ვერაფერს დავარქმე. დავით საგანელიძე მაჟორიტარობის ერთადერთი კანდიდატი არ არის ალიანსიდან. მსგავსი პრობლემების წინაშე თინა ხიდაშელი და მამუკა კაციტაძეც აღმოჩნდნენ. მათი ბრალდებების ადრესატი ნაციონალური მოძრაობაა, თუმცა ამ თემაზე მმართველ პარტიას კომენტარის გაკეთება არ სურს. კაციტაძის პლაკატები შეიძლება დაფაროთ ერთ-ორ ადგილზე, მაგრამ კაციტაძეს ვერ დაფარავთ ამ ოლქში, მინდა ყველას გასაგონად თქვა. პრეცედენტი თუ იქნება დაშვებული, რომ ამის გამო ვიღაცას დასჯიან და ჯარიმას დადებენ, ეს უკვე კარგია, იმიტომ რომ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რაღაც თეორიულად მაინც ვიღაცას აწუხებს ეს საკითხი და ამაზე რეაგირებას ახდენს. ნახოთ, მე დღეს აუცილებლად კიდევ ერთსა შევიტან უკვე ჩემ პლაკატებთან დაკავშირებით. პლაკატების დაზიანებაზე რეაგირება ცესკოს მხოლოდ ალიანსმა მოსთხოვა. დაზიანებულია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პლაკატებიც, თუმცა ზოგიერთ ადგილას ქრისტიან-დემოკრატებმა თავიანთი პოსტერების სხვა პარტიების პლაკატებს თვითონაც გადააკრეს. თუ რომელიმე პარტიამ იმ ადგილას, სადაც ჩვენ გაკრული ქონა და იმ გადაგვიკრა, ბუნებრივია, რომ ბუნებრივი რეაქცია იმ ადგილას, სადაც იყო ჩვენი პლაკატი, აღვადგინეთ და ისე მივაგარეთ ჩვენი პლაკატი. კონკურენტის პლაკატის დაზიანება რომ სანქციებს ითვალისწინებს, ეს საარჩევნო კოდექსით არის განსაზღვრული. დასჯის რა მექანიზმს მიმართავს ცესკო, ჯერ უცნობია. საჩივრების შესწავლის პროცესია. განცხადებას კი ცენტრალური საარჩევნო კომისია მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გააკეთებს.